შორისო ვითარება მოგეხსენებათ კი ბატონო გეთახმებით რომ რთულია ხდება დიდი გადალაგებები მოკლედ დიდი გადაწყობა სერიოზული ცვლილებებია ნებისმიერი ტიპის ხელისუფლება იქნებოდა ის ავტორიტარული დემოკრატიული კარგი ცუდი ყველანაირად შეეცდებოდა ვითარებაში რაღაც საკუთარი ადგილი ეპოვნა საკუთარი სუვერენიტეტი თუ მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნის გაეზარდა და რაღაცა წონა საკუთარი ქვეყნის. ხო ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში ივანიშვილის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის წყალობით, რომელიც ყველაზე მეტად მაგონებს ერთი ძველი ანეკდოტია, აი მოუხელთებელ ჯოზე. არის ვიღაცა მოუხელთებელი ჯო და არავინ მას და რატოა მოუხელთებელიო რო კითხავენ, იმიტომ რომ ყველას ფეხებზე კიდიაო. არავის არაფერ არ აკეთებს. აი ეგ არის, ეგა ვართ ახლა ჩვენ ვართ ეგრეთ წოდებული მოუხელთებელი ჯო ახლა მსოფლიო პოლიტიკაში, ანუ საერთოდ არ ვის დავკარგვევთ. აი ასე გვიყურებს ყველა. სომხეთი და აზერბაიჯანიც უკვე ასე გვიყურებს. აზერბაიჯანიც და ტრამპმა რომ რაღაცა ის მშვიდობის საბჭოს შექმნა საპირებს, ახლა არ ვიცი რამდენად შეიქმნება ეს საბჭო, მაგრამ 57 ქვეყანაა დაპატიჟებული. ჩვენი რეგიონიდან ყველაა დაპატიჟებული, სომხეთიც, აზერბაიჯანიც, რუსეთიც, ჩვენ არა. ბატონ დავით, აი ეს ამბავი, ხო, ეს ამბავი, აი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ჭრილში როგორ ფიქრობთ შეიძლება იყოს განხილული? აი თქვათ მისი გამოხატულება არის, აი ტრამპის ინიციატივით რაღაც ახალ ფორმატზეა ლაპარაკი, სამშვიდობო ფორმატზე. არა, ფორმატში არ ვართ ჩვენ, მაგაშია ჩვენი პრობლემა. ჩვენ არსად არ ვართ. არსად არ გველიან, არსად არ გვეპატიჟებიან, არავის არაფერში არ ჭირდებით. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა დააყენა საქმე ასე. მან თქვა რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი. პრაქტიკულად ესე თქვა, ჯერ ევროპა გამოსწორდეს და მერე ვიფიქრეთ გამოსწორებაში იგულისხმება იქ რომ მას ისინი აღტოვანებული უნდა იყვნენ იმ პოლიტიკით, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და საუკეთესო შემთხვევაში ხმა არ ამოიღონ არაფერზე, საერთოდ არანაირი მოთხოვნები ჩვენს მიმართ არ უნდა ქონდეთ, მარტო ფულს უნდა გვაძლევდნენ და ფულის გაკეთების საშუალებას უნდა აძლევდნენ ბიძინა ივანიშვილს და ვისაც ის ჩათვლის საჭიროდ, ამერიკის შეერთებული შტატებმა, როდესაც სცადა მასთან კომუნიკაცია ის არც დაელაპარაკა, არც შეხვდა იქ მარკო რუბიოს წარმომადგენელს და უთხრა რომ ჯერ ფული მაიდათო, მე რო წამართვითო იგავ და რომ იბლოკავთო და მერე ვილაპარაკოთო. აი ესე ელაპარაკება და ნუ კარგი მაშინ რო უთხრეს იყავი ბატონო ჩემო და ამ ვითარებაში აღმოჩნდა და ეს ბატონი ზაზა შატილიშვილის წერილით რო ნახავდით, იქ ეს შეიმჩნეო და ცოტა რუსეთსაც ნაწყენია, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ არც რუსეთისთვის აღარ ახარ საინტერესო ამ ვითარებაში. ჯარი ამ რეგიონში რუსეთს ისედაც ყავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გათვალისწინებით ყოფილი ავტონომიების იქ საკუთარი სამხედრო ნაწილები ყავს, სხვა მხრივ გადაყვება თან, აი როგორც გიტყვეთ, აგერ წამოგვიყენა იგორ გიორგაძე, ამოიღეს ნაფტალინი და რო იტყვიან ეს 100 წლის იგორ გიორგაძე და რუსულად გველაპარაკება იქიდან როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს. დიახ, ბატონ დავით, ასევე არ დაგვავიწყდეს თქვენ დიდ მოთამაშეებზე ლაპარაკობთ და აი არაბულ სამყაროშიც გვახსოვს რომ კობახიძე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით იწონებდა თავს, ხო, რაღაც ეფემერული პროცესით, რომელიც გაჩერებულია ევროკომისიის ყველა ბოლო დოკუმენტის მიხედვით. გადაწყვიტა რომ არაბებს მოატყუებს რაღაცნაირად, ცოტა გულუყვილო ამბავია. იმიტომ რომ ხა რატომ დაიწყო იქ ევროინტეგრაციაზე ლაპარაკი, საერთოდ აქ ევროინტეგრაციას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ახსენებენ ხო ჩვენთან. დღემდე ასეა. იმიტომ რომ დაინახეს ერთი რამ რომ არაბებსაც არ ვაინტერესებთ ჩვენ თუ ევროინტეგრაციაში არ ახარ შენ. შენ თუ რა საქართველოს ასე ვთქვათ მთელი ძალა მთელი მიზიდველობა იყო იმაში რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე პროევროპული ქვეყანა, ყველაზე ახლოს ევროინტეგრაციასთან. ეს იყო ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ კოზირი ამ დიდ თამაშში. და არასო თუნდაც სატრანზიტო ფუნქცია როგორც აღმოჩნდა, ეს სატრანზიტო ფუნქცია ახლა არის მარადიული და ამას ვამბობდი სხვადასხვა ადრეც რომ საერთოდ რო არ არსებობდა საქართველოს რუკაზე და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო ევროპა მაშინაც იყო და ამერიკა მაშინაც იყო, როგორმე ეს ქვეყნები უჩვენოდ გაძლებენ
მონახავენ რაღაცა ისეთ ფორმატებს და ისეთ ალიანსებს, რომ რაღაცნაირად არ გაუჭირდება და არ დაიქცევა გერმანია და არ დაიქცევა საფრანგეთი, როგორც ახლა ჩვენთან ამტკიცებს. მოდი კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს, ეს არის ალიევის განცხადება, რომელიც მან გააკეთა ცოტა ხნის წინ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, რომ მისი თქმით ტვირთების გადაზიდვა საქართველოს დერეფნით რაც ხდება, სულ მალე, აი ამ სიტყვას იყენებს ის, სულ მალე სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს. მეორე მხრივ კი ეს გასაგებია, მაგრამ ეს გასაგებია, რომ ჩვენ ვარდებით ნელ-ნელა ყველაფრიდან. ჩებით, აი ადრეც ვამბობდი ამას მე და შეიძლება ამას ხატოვნად უზოდოთ პოლიტიკური ორღობე, რაღაცა სომალის მსგავსი ტიპის სახელმწიფო, რომელიც არავის არ აინტერესებს, საერთოდ არავის არ უნდა მაქვს ჩვენთან ურთიერთობა და ხარ მიგდებული, რომ იტყვიან და შეთვითონ ვერავისთან ვერ ამყარებ კონტაქტს, ყობახიძეს და პაპუაშვილს და დინარაძეს და ამ ხალხს ისე ყავს ყველა ნაგინები და დალანძღი, ვინც კი ევროპაშია, საერთოდ ორბანის გარდა და ამ პრორუსულ და პროფაშისტური პარტიების გარდა ყველა ნაგინები ყავს. ხო და ელემენტარულად ეხლა ყველაფერს დავიდავნებოთ, არავის არ უნდა ამ ხალხთან ურთიერთობა, არავითარ ყველა მიწის ესენი არიან მარიონეტები. ეხლა ყაველაშვილი საჩავდა და ვის გაუცინებს, ეხლა ვის რა შეაინტერესებს, როდესაც ყველა მიწის რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის, იმას გააკეთებს. კარგი, ბატონ დავით. ის შეუძლია რომ თვითონ გადაწყვეტა პოლიტპატიმრების შეწყალების შეწყალებასაც ვერ წყვეტს თვითონ, მაგით ბიძინას უნდა კითხოს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ამ ვითარებაში, ესე იგი სანამ ეს ხელისუფლება არის ჩიხში ახლა. და ჩიხში არის, იმიტომ ერთ დავთავრეთ. კი ბატონო. ჩიხში არის აი ამ პოლიტიკის გამო, არა იმიტომ რომ მას დემოკრატია და რაღაც დემოკრატიაზე რომც არ ფიქრობდეს. აღმოჩნდა რომ ეს დემოკრატია და ეს დასავლეთთან ინტეგრაცია ქვეყანას ჭირდება იმისთვის რომ იყოს სრულფასოვანი მოთამაშე მეტნაკლებად რაღაც ღირებული მოთამაშე მსოფლიო თამაშებში. თორე ამ იზოლაციონიზმს, ამ ასე ვთქვათ აუტსაიდერობას რეგიონში და მთელ ამ ყველა ფორმატიდან ამოვარდნას აუცილებლად მოყვება ძალიან მცირე ხანში მძიმე ეკონომიკური შედეგები. და მძიმე სოციალური მღელვარება, რომელიც ხელისუფლებას ძალიან სერიოზულად დაემუქრება და მე რა ოპოზიცია რა მდგომარეობაშია. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ვერ უშველის ეს ამბავი. ბატონ დავით, ეს როგორ ფიქრობთ, ანუ დროის საკითხია, თქვათ ამის გაცნობიერება ოცნებისგან თუ ის მიზანმიმართული, მოდი ივანიშვილზე ვთქვათ, აი რაღაც მიზანმიმართული სიტუაციური მოთამაშე არის ამ პროცესში. არ გვჩება ბევრი დრო, მინდოდა რომ ადგილობრივ პოლიტიკურ ვითარებაზეც კითხოთ ასევე, თუ შეგიძლიათ რაღაცნაირად გააერთიანოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინ ამბობდა ახალ არჩევნებზე როგორც გამოსავალზე ამ პროცესში და ასევე ის ახალი არჩევნები ახლა იმედია ხა ცოტა პარადოქსული ამას ვიტყვი, მე საერთოდ პრინციპული მომხრე ვარ არჩევნების მონაწილეობის პოლიტიკური პარტიების, მაგრამ ახლა რომ ხვალ რომ ივანიშვილმა გამოაცხადოს სიგარეში არჩევნები, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის ამისთვის მზად და უფრო ბოიკოტისკენ გადაიხრება და საერთოდ ასე ვთქვათ წაიშლება როგორც რაღაცა ღირებული მოთამაშე, თუნდაც აი ამ პოლიტიკური ისედაც ძიმე პოლიტიკურ ვითარებაში. არ წავა ჯერჯერობით რეგიონში არჩევნებზე ივანიშვილი, ის უფრო შეეცდება. მე ვფიქრობ, რომ მათ გარკვეულწილად რაღაცნაირად აი ბუნდოვნად უკვე იგებენ რას, იცით რომ აი ამ იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ, რომელიც რა თქმა უნდა მიზანმიმართული იყო, რა თქმა უნდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით ივანიშვილის პოლიტიკა რუსეთის მიმართ გახდა უფრო პრორუსული, პრაქტიკულად პრორუსული ორიენტაციის, ასე ვთქვათ, ცდელობა, რომ ამის ხარჯზე მიიღო რაღაც ბენეფიტები, მან ჩათვალა, რომ დასავლეთი მას ემუქრება ჩამოგდებით და ამიტომ რუსეთთან და შემდგომში კიდე ამ რუსეთთან დაკავშირებით მან დაიჯერა, რომ ისინი მოიგებდნენ ომს. იფიქრა, რომ რაღაცას მიიღებდა ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში. ვერაფერი ვერ მიიღო. ეხლა კიდე იმაში უკვე შატილშვილის პირით უკვე ეჭვებს გამოთქვამს, რომ პუტინის ხო არაა deep state. უკვე ესეც ეჭვება. იმიტომ რომ არაფერი არ მისცეს, არ იცავენ მას და ძალიან კაფიოდ განუმარტეს რუსეთიდან, რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე არ გადაისინჯება რუსეთის პოზიცია. არც ეთ ვარიანტი რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, გინდა ნეიტრალიტეტის პროპაგანდა აწარმოოს და გინდა ადეც უნდა პაპუაშვილმა აგინოს ბრიუსელს. არ გადასინჯავენ ამას. ხო და ჩიხში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეკონომიკურად იგივე არაბებისთვის და ჩინელებისთვისაც აღარ აღმოჩნდით საინტერესო ამ სიტუაციაში. თუ ჩვენ ევროპასთან ხიდი არ აქვს, არ ვაინტერესებთ არავის. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ შიგნით გაჩნდეს უნდა ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა, თორემ თუ არ გაჩნდა ეს ალტერნატივა,
რო რა ვიცი ჩვენ ძალიან რთული დღეები გველის საერთოდ რთული წლები მე ვიტყვი. აი რუსების საკითხი ახსენეთ თქვენ სხვათა შორის მოლდოვასთან დაკავშირებით ვკითხულობდი იგივე რუსების პოზიციას ხომ დსთ-თან გასვლის პროცესზე რომ აი რაღაც მათი ინტერესებიო ევროპელ თორსე ბიუროკრატია ახსენა მათ მიდგომებს ეწირებიანო თქვენ ფიქრობთ რომ ივანიშვილმა შესაძლოა შეცვალოს თამაშის წესები ბატონ დავით მათ შორის იმ სურათის გათვალისწინებით ეხლა რაზეც თქვენ ლაპარაკობთ ნუ მე არ მგონია რომ მას ამის რესურსი დიდი აქვს. არა აქვს ამის დიდი რესურსი. თამაშის წესების შეცვლა რას ნიშნავს? ივანიშვილმა რომ ეს შეცვალოს და რაღაცა ცოტა გაიხანგძლიოს სიტუაცია, მაგრამ უნდა გააკეთოს. იმგვარი წესები, რომელიც მისი რაღაც ფორმით ძალაუფლების თქვა გახანგრძლივებას მოემსახურება. ან ძალაუფლების გახანგრძლივება შესაძლებელია. სურათის ფორმირებას. შეიძლება ის ძალაუფლება გახანგრძლივდეს ამ ვითარებაში, ამ პოლიტიკურ ორღობაშიც რამდენიმე წელი. დაუშვათ კაცმა არის თუ ოპოზიცია ძლიერი ბანაკი არ შეიქმნა ძლიერი ალტერნატივა არ შეიქმნა შეიძლება თუ კიდე რამდენიმე წელი გაგრძელდეს მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკურად საკონომიკური საფრთხეებია იმიტომ რომ ის ეკონომიკური ზრდა რაც იქნა ბოლოს მიღწეული ბოლო წლებში ეს თლიანად არის უკრაინის ომის ხარჯზე იმის ხარჯზე რომ რაღაცა მეორადი გაყიდვებით ასე ვთქვათ აქ რაღაცას ყაზახეთში რაღაცის ექსპორტით და თურქეთში ექსპორტით შემდეგ ისინი რუსეთში ყიდიან იმ საქონელს და ასე ვთქვათ ამ სანქციების გვერდის ავლის რაღაცა მეორადი ოპერაციებით სადაც შეიძლება პირდაპირ არ არღვევა ევროკავშირის და ამერიკის სანქციებს მაგრამ ხელს უწყობდნენ გარკვეულწილად რუსეთში საქონელის გასვლას ამით პრინციპში გაკეთდა ფული თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელო პროცენტი იყო იმ ზოგადად იმ თანხებიდან რომელიც რუსეთში კონტრაბანდის სახით შედიოდა რომ აი ზამაინც არც ამერიკას მიუქცევია ყურადღება ამისთვის და არც ასე ვთქვათ ევროპას მაგრამ იცვლება სიტუაცია ცოტა ხანში ეს შეუძლებელი გახდება იმიტომ რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციები გამკაცრდება და ასე მარტივადაც ასე გვერდს ვეღარაულიან და აქ ამ გამდიდრებამ ძირითადად ხალხს ესულ არ იმოქმედა ეს ძირითადად რამდენიმე კლანი და რამდენიმე ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნეს წრეებს შეეხო მხოლოდ ხო ამიტომ აი ეს სოციალური კმაყოფილება მისთვის ძიმია და ეს რომ გამოასწოროს ეხლა სიტუაცია მას არ დავამთავრებ ერთი მარტივად ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა დაალაგოს ურთიერთობა ან ევროპასთან და ეს ძალიან გაუჭირდება. ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი ამ ხრივ იქნებოდა პოლიტპატიმრების განთავისუფლება არსებული პრემიერ-მინისტრის და ვიღაც შედარებით ისეთის დანიშვნა, ვინცაც ევროპაში ჩაესულება და მიესულება ვინმესთან და რამდენიმე ის აბსოლუტურად იდიოტური და დრაკონული კანონის გაუქმება. მადლობა. აი ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი და თუ ამას არ გააკეთებს, ნუ არ მგონია მას ვთქვათ რაიმე საინტერესო პერსპექტივა ჰქონდეს მომავალში. და ჩვენ დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ბატონ დავით, დაგემშვიდობები. დავით ზურაბიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში.